სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენ გადავწყვიტეთ ვისაუბროთ საეკლესიო გალობის შესახებ, რადგანაც ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს ამ საკითხის გარშემო ცნობები და ცალ-ცალკე საუბარ, ცალ-ცალკე კითხვებზე პასუხის გაცემას ეს გადავწყვიტეთ ჩამოყალიბებული პასუხი მივაწოდოთ. პირველ ყოვლისა აღსანიშნავია ის, რომ უნდა ითქვას, რომ ეკლესიაში ყველაფერს აქვს თავის კანონი. თავისუფალი იმპროვიზაცია თვითნებობა ეკლესიაში არის გამორიცხული. ეკლესია დგას დოგმატებზე და საეკლესიო კანონებზე და წესებზე. კანონი აქვს ეკლესიაში ტაძრების შენებლობას. ყველა ეკლესიაში, ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, ტაძრები აუცილებლად უნდა იყოს აშენებული ან ბაზილიკის ფორმის, ან ჯვარგუმბათოვანი. ბაზილიკა ეს არის ნოეს კიდობნის სახე და ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ზევიდან რომ დახედო ჯვრის ფორმა უნდა ქონდეს. ეს ტაძრები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული საკურთხევლები პირით აღმოსავლეთისკენ, რადგან ქრისტიანები მოველოდებიან მაცხოვრის მეორედ მოსვლას აღმოსავლეთიდან და მის მოლოდინში მყოფნით ლოცვის დროს დგანან პირით აღმოსავლეთისკენ. აუცილებლად ტაძარი უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისაგან, საკურთხევლისგან, ტაძრისგან, სტოასაგან. საკურთხეველი აუცილებლად უნდა იყოს მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, არ შეიძლება რომ საკურთხეველი იყოს დასავლეთით. ტრაპეზი უნდა იყოს აუცილებლად საკურთხეველში და ასე შემდეგ. ანუ ეკლესიის ტაძრების შენებლობას აქვს თავის კანონით. ამ კანონს ემორჩილება უკლებლივ ყველა ადგილობრივი ეკლესია. თუმცა ეკლესიები გარედან შეიძლება შემკობილი იქნეს ადგილობრივი ეროვნული ორნამენტებით. ასე მაგალითად ქართულად არის შემოსილი ქართული ორნამენტებით, რუსებს თავისი გარეგნული სახე აქვთ მიცემული ტაძრებისათვის, ბერძნებს თავისი, სერბებს თავისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კანონი არის ასევე ტიპიკონში. აუცილებლად ყველა ეკლესიაში მსახურება უნდა იყოს შემდეგნაირი. ჯერ ტარდება მეცხრეჟამი, შემდეგ ტარდება საღამოთი მწუხრი, ტარდება შემდეგ ცისკარი, ტარდება ჟამნები და ყველაფერი ერთავდება საღვთო ლიტურგიით. არ შეიძლება რომ ჯერ ჩატარდეს წირვა, შემდეგ ჩატარდეს ცისკარი ან არეული თანმიმდევრობით ჩატარდეს ეს მსახურებები. ასევე აღსანიშნავია რომ მსახურებები ყველა ეკლესიაში ტარდება აბსოლუტურად ერთნაირი წიგნებით და ამ წიგნებში საღვთისმსახურო ენა ყველგან არის ძველი. თარგმანები ამ ენაში მიდის სიტყვა სიტყვით. ანუ ესეც გარკვეულ კანონს არის დაქვემდებარებული. აი მაგალითად ქართულად არის ესე მამაუჩვენო რომელი ხარ ცათაშინა. რუსულად არის სლაურად უბრალოდ. Отче наш, ешься на небесах. ბერძნულად არის პატერ იმონ და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი მიდის სიტყვა სიტყვით თარგმანი. თვით ყველა ლოცვა ემორჩილება საეკლესიო კანონს. კანონი აქვს ასევე საეკლესიო შესამოსელს. ყველა მღვდელი, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელი, შემოსილი უნდა იყოს ჩოხით, სამღვდელო შავი შესამოსლით. წირვის დროს მას ასვია კვართი, უკეთია ოლარი, საბუხრები, სარტყელი, აცვია ფილონი, მაგრამ ყველა ეკლესიას აქვს უფლება ეს შესამოსელი გააწყოს ეროვნული ორნამენტებით. თუმცა არ შეიძლება რომ ქართულმა მღვდელმა წირილოცვა ჩაატაროს ჩოხა-ახალუხში, რუსმა მღვდელმა ჩაატაროს თავის ეროვნულ ტანსაცმელში. ანუ ყველაფერში აქაც კაცრად ჩანს კანონი. კანონი აქვს ხატებს. კაფიოდ განისაზღვრა თუ როგორი უნდა იყოს მართლმადიდებლური ხატი. როგორი კანონით უნდა დაიწეროს ღვთისმშობელი, მაცხოვარი. სწორედ აი ამ კანონების დაწერილის წმინდანთა გამოსახულებების მიხედვით ვადგენთ ამა თუ იმ წმინდანის ვინაობას. არის ესეთი წიგნი ნასტოლნაია კნიგა სვიშნასლუჟიცილი, რუსულად არის გამოცემული, ეს არის მღვდლის სამაგიდო წიგნი, სადაც პირდაპირ წერია რომ ხატწერა და გალობა ეს არის თითქმის ერთი და იგივე. ანუ ხატწერა ეს არის შინაგანი სულიერი მდგომარეობა გადმოცემული ფუნჯი და აღთქმული თვალით და გალობა ეს არის შინაგანი სულიერი მდგომარეობა გადმოცემული ბაგეებით და აღქმული ყურით. ხატმწერები ყველანი ვინც იყვნენ ხატების თაყვანისმცემლები და ხატმებრძოლების დროს ხატების დამცველები ძირითადად იყვნენ მელოდოს გალობლები. მაგალითად ივანე დამასკელი ხატების დაცვისათვის იყო დასჯილი საპრობლეშის და მან დაწერა საგალობლები. ასევე კოსმა მაიოვმა, ასევე თეოდორე სტუდიელმა, თეოფანე კანონთქმელმა, თეოდორე გაუმეტყველმა და უამრავი წმინდა მამების ჩამოთვლა შეიძლება. ანუ კანონი აქვს ასევე გალობას. როდესაც ეკლესიაში რაიმე საკითხის გარშემო იწყებოდა მსჯელობა, საეკლესიო ადგილობრივ თუ სოფლიო კრებებზე ყოველთვის მიმართავდნენ ჯერ წმინდა წერილს და წმინდა გადმოცემას, რადგან ავტორიტეტულობით პირველ ადგილზე ესენი დგანან, შემდეგ მოდის რჩულის კანონი, მერე მამათა სწავლება და ბოლოში პატერიკები. ახლა ნახოთ რა წერია სახარებაში გალობის შესახებ.
წმინდა წერილში, ახალ აღთქმაში გალობის შესახებ წერია ესეთი რამ, რომ საიდუმლო სერობაზე იესო ქრისტემ და მოციქულებმა წართქვეს გალობა და განვიდეს ზეთისხილის მთაზე, ზეთისხილის ბაღში, სადაც მაცხოვარი შეიპყრეს და ჯვარს აცვეს. ქრისტემ და მოციქულებმა იგალობეს ბუნებრივია ძველი აღთქმის ეკლესიის საგალობელი. ძველ აღთქმაში, ძველი აღთქმის ეკლესია გალობდა ერთხმიან საგალობლებს. მაცხოვარი ბრძანებს, რომ ისწავლე ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულით. ანუ იესო ქრისტე გვასწავლა ჩვენ ახალი ცხოვრების წესი მოგცა. იესო ქრისტემ გვასწავლა ცოლ-ქმარს შორის თუ როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს. ქრისტემ გვასწავლა მშობლებსა და შვილებს შორის როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს. იესო ქრისტემ გვასწავლა მტრების სიყვარული და პირდაპირ გითხრა რომ ახალ ცნებას მოგცემ თქვენ, რათა გიყვარდეთ მტერნი თქვენი. იესო ქრისტე გვასწავლის საუფლო ლოცვას მამაუჩვენოს და იესო ქრისტე გვასწავლის გალობას. ანუ სახარებაში პირდაპირ იკვეთება, რომ იესო ქრისტემ იგალობა ერთხმაში, თან პირდაპირ გვიბრძანებს, გვმოძღრავს, რომ ის ვისწავლოთ მისგან, რადგან მშვიდ ვარ და მდაბალ გულით. ნახეთ, რასამოს მოციქული მომბაძედ მე ვითარცა მე ქრისტეს. ანუ მოციქულები და ქრისტე გალობენ ერთხმაში, მოციქული გვეუბნება მომბაძედ მე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს და რა დაგვრჩენია ჩვენ? უნდა მოვიქცეთ ისე როგორც ქრისტე და მოციქულები. ეხლა ნახოთ რა სიძახის საეკლესიო გადმოცემა. საეკლესიო გადმოცემით ღვთისმშობელი გამოეცხადა იოანე დამასკელის მოძღვარს, რომელსაც მანამდე აკრძალული ჰქონდა წმინდა იოანესათვის გალობების წერა და საერთოდ ლოცვების დაწერა და პირდაპირ უბრძანებს შემდეგს. რატომ დაახშე წყარო ტკბილი და უხვი, წყალი რომელიც უკეთესია უდაბნოში კლდიდან გამოსულისა, წყალი რომელიც წყუროდა დავითს, წყალი რომელიც უფალმა აღუთქვა სამარიტელს, ნუ გადაუღობავ წყაროს დინებას. იგი აიღებს წინასწარმეტყველთა ებანს, დავითის ფსალმუნს, აღულეს ახალ გალობას უფალს, რაც აღემატება მოსესა და მარიამის გალობას. იგი იგალობებს სულიერ ზეციურ ჰანგებს და მიბაძავს ქერუბიმთა გალობას. იერუსალიმის ყველა ეკლესიას გადააქცევს ქალწულთა ებანზე დამკვრელად. აი, ასეთი სიტყვებით მიმართა ღვთისმშობელმა მოძღვარს და მოძღვარმას დართო უფლება იოანე დამასკელს, რომ მას დაედო კანონი და გამოერჩია გალობა. ეხლა რა შეა საქმე? იოანე დამასკელის დროს მერვე საუკუნეში გალობებში იყო საკმაოდ ესე იგი რთული, ჭრელი სიტუაცია. მოციქულებმა, როდესაც დაიწყეს ქადაგება პირველ საუკუნეებში, მათ ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად შეხვდათ ღვთისმსახურებაც. თავიდან ეს ღვთისმსახურება იყო ძველი აღთქმის ეკლესიის გალობები, ფსალმუნთა გალობები, მაგრამ შემდეგ რომელ ქვეყანაში შევიდოდნენ და ერი მიიღებდა ამ სახურებას და ქრისტიანობას ეზიარებოდა, ისინი უკვე თავის ეროვნულ ელემენტებს უმატებდნენ გალობაში და მერვე საუკუნისათვის, როგორც გითხარით, გამოვიდა ძალიან გადატვირთული ეს მელოდიები. უკვე ვეღარ გაიგებდი რა იყო მოციქულთა დროინდელი, რა იყო ადგილობრივი ეკლესიების მიერ დამატებული. ამიტომაც აი ღვთისმშობელი პირდაპირ ეცხადება იოანე დამასკელს და უბრძანებს, რომ მან დაწეროს გალობები და გამოარჩიოს დაუდოს გალობებს კანონი. სხვათა შორის იოანე დამასკელის მსახურებაში ზლისპირებში წერია ესეთი სიტყვები, რომ მან ასწავლა გალობა ითვისი ერსა. ანუ რომელ ერზეა ლაპარაკი? აქ ლაპარაკია ახალ ისრაელზე, ანუ მართლმადიდებლობაზე. ესე იგი იოანე დამასკელმა მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს ასწავლა გალობა. და როგორც ფსალმუნებში წერია, ნეტარას უფალო ერი, რომელმა იცის გალობა იშენი. გალობა დამზრელსა იოანე დამასკელმა დაუდო კანონი საეკლესიო გალობას.
რა კანონზეა ლაპარაკი და როგორია საეკლესიო გალობის კანონი. ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს გამოიყენება წიგნი პარაკლიტონი, იგივე ოქტოიხოსი, ანუ იგივე რვახმათა. ამ წიგნში მსახურებები დაყოფილია კვირების მიხედვით, ანუ არის პირველი ხმა ერთი კვირა, შემდეგ მეორე ხმა, მეორე კვირა, მესამე ხმა, მესამე კვირა, ასე შემდეგ 8 პერიოდულობის შემდეგ წიგნი თავდება და იწყება ხელახლა. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ყოველი კვირის ორშაბათი, სამშაბათი და ყველა დღეები საერთოდ არის განსხვავებული ტექსტებით. ეხლა რატომ არის 8 პერიოდულობით გამეორება და რატო არ 8 ხმათა და რატო არ არის თქვა 3 ხმათა, 3 ხომ უფრო მისტიური რიცხვია, ან თქვა 7 ხმათა არ არის, ან თქვა 9 ხმათა არ არის, 910 არის წესაში ანგელოზების, ან 12 ხმათა რატომ არ არის. საქმე იმაშია, რომ როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნიდა 6 დღის შემდეგ, მე-7 დღეს ღმერთმა დაისვენა და დღეს ამას მერვესა მოხდა აღდგომა. ანუ მერვე დღე მისტიურად ნიშნავს მეორედ მოსვლის შემდგომ პერიოდს. ანუ ეს წიგნი მიწიერი საზომებით არ არის დაწერილი. ამ წიგნში მიწიერი არაფერი არ უნდა იყოს, არამედ ყველაფერი უნდა იყოს ზეციური და მარადიული, როგორც ეს მეორედ მოსვლის შემდეგ უნდა მოხდეს. აი ამიტომ არის წიგნის დასახელება თვითონ 8 ხმათა. 8 ხმათაში წიგნში იცვლება არა მარტო ტექსტები, არამედ უნდა იცვლებოდეს მელოდიები ყოველი კვირის მიხედვით. თითოეულ კვირას აქ თავისი ხმა. პირველი კვირა იგალობება პირველ ხმაზე, ეს საგალობლები, მეორე კვირაში მეორეში და ასე შემდეგ. თითოეულ ხმას აქვს თავისი მუსიკალური კანონი, აქვს თავისი მუსიკალური გამა, აქვს კილო, მუსიკალური ფორმულები და სხვა ელემენტები, რომელიც ამ ხმას გამოარჩევს სხვა ხმებისგან. აღსანიშნავია ერთი რამ, რომ საეკლესიო ერთხმიან ბიზანტიურ გალობაში დოდან დონდე, ანუ ოქტავაში არის 72 მუსიკალური მიკროტონი. ევროპული კლასიკური მუსიკა აფიქსირებს მხოლოდ 12-ს. აი ფორტეპიანოზე არის 7 თეთრი კლავიში და შავი 5 კლავიში, სხვა მიკროტონები და ნოტები დაფიქსირებული არ არის. და ბუნებაში სინამდვილეში არსებობს 72 მიკროტონი. აი ამ 72 მიკროტონს ფიქსირდება საეკლესიო ერთხმიან ბიზანტიურ გალობაში და მათი დაფიქსირება ხდება სწორედ ნემების საშუალებით. როდესაც ადამიანი უსმენს საეკლესიო საგალობლებს, მას უკვე აი ამ კანონებით შეუძლია გამოარჩიოს, რომელია პირველი ხმა, რომელია მეორე ხმა. ისევე როგორც ხატების შეხედვისას ადამიანს შეუძლია გაარჩიოს ღვთისმშობლის ხატია მის წინაშე, წმინდა ნინოს ხატია თუ წმინდა ბარბარეს ხატი, სწორედ ხატწერის კანონების მიხედვით. პოლიფონიაში, ანუ მრავალხმიანობაში ეს კანონი არ არსებობს. პოლიფონიაში არის მარტო მაჟორი და მინორი. იქ შეუძლებელია განასხვავა პირველი ხმა რითი განსხვავდება მეორესაგან, მეორე რითი განსხვავდება მესამისაგან, რაც ერთხმიან საეკლესიო ბიზანტიურ გალობაში არის შესაძლებელი. ღვთისმსახურებაზე მისულ ადამიანს ბიზანტიური გალობის დროს ყოველ კვირას ხდება სხვადასხვა მსახურება. ანუ განსხვავებულია მწუხრი, ცისკარი, წირვა, განსხვავებულია ტროპართა გალობები, სხვა არის მღვდელმთავრების საგალობლები, მელოდია, სხვა არის მოწამეების, სხვა არის ღირსი მამების, ღირსი დედების და პოლიფონიაში ეს სამწუხაროდ აი თითქმის სულ ერთფეროვანი მიდის. და ესეთი მსახურები, ერთფეროვანი მსახურება ძალიან რთულია, როდესაც მონასტრებში ყოველდღიური მსახურება აღესრულება მონაზვნების მიერ და ამიტომაც მოგვცა ღმერთმა აი ესეთი ხმათა კანონი, გალობის კანონი, რომ უფრო ძლიერი ყოფილიყო ლოცვა, უფრო მობილიზებული ყოფილიყო და უფრო ადვილი ყოფილიყო ღვთისმსახურება. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიფონიური სამხმიანი ქართული გალობა არის არაკანონიკური, ის არის ტრადიციული, რამოდენიმე საუკუნეა ის იგალობება ჩვენს ეკლესიაში, ერმა ის შეითვისა, ამიტომ მასზე თქვა, რომ ის არის არაკანონიერი, არ არის სწორი. ეს არის ერის ისტორიის ნაწილი, ერის კულტურის ნაწილი და შეიძლება ერმა იმსახუროს ამ გალობებით. ისე როგორც თქვა, რუსეთის ეკლესიაში მსახურობენ არაკანონიკური გალობებით, ესეთი არაკანონიკური გალობები აქვს თქვა სერბებსაც, პარალელურად ერთხმიანი საეკლესიო ბიზანტიური გალობების. ხშირად ისმის ესეთი საყვედურები, რომ აი რა გვინდა ჩვენ ბიზანტიური ბერძნული გალობა, ჩვენი გვაქვს. საქმე იმაშია, რომ ბიზანტიური და ბერძნული ერთიეგივეს არ ნიშნავს. ბიზანტიის იმპერია იყო მრავალეროვანი იმპერია. ბიზანტიის კულტურა მარტო საბერძნეთის და ელადის კულტურა არ ყოფილა. თვითონ ამ გალობის დამწერი იოანე დამასკელი ტომით იყო არა ბერძენი, იყო ასურელი და მას სახელად ერქვა მანსური. უბრალოდ არ იყო ბერძენიერი შვილი და ბერძნულ გალობას ვერ დაწერდა. და ბიზანტიური კულტურა, მე მინდა გითხრათ, რომ
თავის ნაწილში შეეცავდა საქართველოს ქართულ კულტურასაც. ქართული საეკლესიო ხელოვნება იყო ბიზანტიური საეკლესიო ხელოვნების ნაწილი. ისე როგორც სხვა ერების კულტურა ქმნიდა ერთ დიდ ხელოვნებას, საეკლესიო ხელოვნებას, ეს შეეხება როგორც ხატწერას, ასევე გალობას და ესე მსახურებდნენ. თავდაპირველად საქართველოში გალობა მიდიოდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ერთხმიანი. ამას ამბობენ დიდი გამოჩენილი მეცნიერები ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი არაყიშვილი. როდესაც დავით მაჩაბელი, ყველასათვის ცნობილი ერეკლეს დროს მოღვაწე, მას ეკითხებიან გალობის შესახებ და ის ესეთ პასუხს უსვამს: საქართველოშიო ორი უმთავრესი გალობა არის, სათავე სხვათა ყოველთა გალობათა, ბერძნული და იტალიანურიო. ბერძნულზე იძახის, რომ ეს გალობა ემსგავსება ქუხილსა, რომელშიაც ელვებრ გამოქვთ მშვენიერად მიმოგრაგნილი კანონიერ კილოზე ხმა ერთისა მთქმელისა, ანათლებს გულსა და გონებასა. ხოლო მეორე, ესე იგი იტალიანური, არს შეწყობილი მრავალთა ხმათაგან ერთ ჰარმონიად, მეკონი ფრიად სასიამოვნო მოქმედებისა კაცობრიუთა ზედა. ანუ ერეკლეს დრომდეც კი საქართველოს ეკლესიაში, ერეკლე მეორეს დრომდეც კი საქართველოს ეკლესიაში იგალობებოდა ერთხმიანი საეკლესიო, ეგრეთ წოდებული ბიზანტიური გალობა და მასთან ერთად პარალელურად სამხმიანი პოლიფონიური ქართული გალობა. საგულისხმოა ერთი უცხოური ცნობაც. კერძოდ ილია ტაბაღუას თავის წიგნში, სადაც შეკრებილია მისიონერების ჩანაწერები და რომელიც მან მოიძია რომის არქივებიდან, არის ესეთი ცნობა შემონახული, რომ 1627 წელს ესპანეთის მეფეს ფილიპე მეოთხისადმი მიწერილ წერილში წერენ შემდეგს კათოლიკე მისიონერები. დღემდე იბერიელები უმაღლესი სიზუსტითა და ღვთისმოსაობით ინახავენ მთელ ამ ბერძნულ რიტუალს. აღსანიშნავია, რომ ბერძნულ სარწმუნოებად უწოდებდნენ მართლმადიდებლოს შუა საუკუნეებში, ისევე როგორც მართლმადიდებლები კათოლიკურს უწოდებდნენ ლათინურს. იბერიელები ყველაფერში მისდევენ ბერძნულ რიტუალს და ხელმძღვანელობენ წმინდა მამათა უწმიდესი კრებების გადაწყვეტილებით. ამის გამო არ არის არავითარი განსხვავება ბერძენ და იბერიელ ქართველ მღვდლებს შორის და წირვა ლოცვად ერთნაირად ტარდება. ზემოთქმულზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში ერთხმიანი გალობა ჯერ კიდევ არ იყო დავიწყებული. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ გრიგოლ ხანძთელმა როდესაც ააშენა შატბერდის და ხანძთის მონასტრები და გადაწყვიტა ამ მონასტრების მსახურება გაემართა, მან გააგზავნა კაცი ვინმე საბაწმინდის მონასტერში, ანუ იმ მონასტერში, სადაც იოანე დამასკელი მოღვაწეობდა და მასთან დიდი ქართველი მამებიც მოღვაწეობდნენ, თვითონ კი წავიდა ულუმპოს მთაზე, 2 წელი დაჰყო იქ, გაეცნო იქაურ მსახურების ტიპიკონებს და ჩამოსულმა შეაჯერა საბაწმინდან ჩამოტანილი ტიპიკონი, კონსტანტინოპოლის და ულუმპოს მთის ტიპიკონებს და თავის მიერ აშენებულ 2 მონასტერს, შატბერდისა და ხანძთის მონასტერს საფუძვლად დაუდო საბაწმინდური ტიპიკონი. მთელი თავისი წესებით და მსახურებით, ანუ იოანე დამასკელის მიერ გამართული წესებით. გრიგოლ ხანძთელზე ჩვენ ვკითხულობთ, რომ მან იცოდა გალობანი ბერძნული, ქართული და მეხური და საერთოდ მას ზეპირად იცოდა მთელი ღვთისმსახურება თითქმის მთლიანად. ბერძნული საგალობელი გასაგებია, ეს იყო ბერძნულ ენაზე შესრულებული საგალობლები. ქართულის გასაგებია, რომ თქვათ ორიგინალური ქართული საგალობლები, რომელიც იყო საეკლესიო კანონზე დაწერილი. ახლა საინტერესოა, რა იყო მეხური გალობები და საერთოდ ვინ იყვნენ მეხელები. მეხელები ეს იყვნენ, როგორც ამას განმარტავს აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე, ელენე მეტრეველი და მრავალი მუსიკათმცოდნე. სიტყვა მეხელე წარმოდგება ბერძნული სიტყვა ეხოსგან, რაც ნიშნავს ხმას, ანუ ესენი იყვნენ პიროვნებები, მამები, რომლებიც 800 მელოდიებზე, 800 კილოებზე, ანუ საეკლესიო ბიზანტიურ კილოებზე აწყობდნენ ქართულად ნათარგმნ ტექსტებს. ეს თარგმნა ძალიან რთული იყო, რადგანაც ერთი და იგივე სიტყვა, თქვათ, ბერძნულში იყო სამმარცვლიანი, ქართულში იყო, თქვათ, ორმარცვლიანი და საჭირო იყო ამ სიტყვის ზუსტად დასმა, ისე რომ მელოდია ყოფილიყო უცვლელი და ეს საკმაოდ რთული საქმე იყო, როგორც ეს შემდგომში იყვება გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების ნაწერებიდან, რადგან ისინიც მეხელე მამები იყვნენ და გიორგი მთაწმინდელი იძახის, რომ მეო მრავალი ჭირი ვნახეო აი ამ საგალობლების თარგმნაშიო და ექვთიმესაც, რომელსაც თავის დროზე ქონა ნათარგმნი, რაღაც შეცდომები მოსდიოდა, რასაც გიორგი მთაწმინდელი მოწიწევი და მოგზალებით უსწორებდა ამ წმინდა მამას. ხშირად გაიგონებთ ესეც ნათქვამსაც, რომ აი ჩვენ ქართველებს გვაქვს ჩვენი სამხვიანი თვითმყოფადი სიმღერები, ჩვენი და არ გვჭირდება ჩვენ ეს ერთხმიანი უცხო ჩვენი ერისთვის მელოდიები. მაგრამ გავიხსენოთ ყველაზე ძველი ქართული სიმღერა რომელია? ოროველა. ეს არის წარმართული სიმღერა, ჯერ ურარტოს დროიდან მოყოლებული, რადგან იქ მოხსენებული ღმერთები ჰარალე და ჰარი ჰარალე, ეს წარმართულ ღმერთებზეა საუბარი და რამდენხმიანი არის სიმღერა? ერთხმიანი.
ერთხმიანი არის თის სიმღერები, შავხევსურული და ნაწილი მეგრული სიმღერების. ტაოკლარჯეთის სიმღერების უმეტესობაც ერთხმიანია. ერთხმიანია ურმული და საერთოდ ქართულ ფოლკლორში ძალიან ბევრი ერთხმიანები. სადმე თუ შესწრები ხართ სუფრაზე, რომ აი სამხმიანების გალობლები და ერთმანეთს ერთმანეთში ჩხუბი მოსვლოდეთ და ეთქვათ, რომ ეს არ არის ქართული და ამას ნუასრულებთ. ამასთან მე მინდა გითხრათ, რომ სამხმიანი და პოლიფონიური გალობები, სიმღერები მარტო ქართველებს არ აქვს. სამხმიანს გალობენ უამრავი ერები. იგივე სიცილიაზე, იგივე სარდინიაზე, ხშირად ტელევიზიითაც უჩვენებიათ მათი კორსიკაზეც მათი ეს გალობები, რომლებიც ასევე ძალიან ლამაზი არის და ეს მარტო ჩვენ არა გვაქვს და ამითი ეს თავის მოტყუებაა. თანაც პირდაპირ მაგალითებია, რომ უძველესი ქართული სიმღერები იყო ერთხმიანი და ეს არავითარ შემთხვევაში კრინობითი წარმოჩენა არ არის სიმღერების. ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიის შემდეგ გამოქვეყნებულ შრომებში ეს ქართველი მეცნიერები შეეცადნენ მე-11 საუკუნის ძველ წერილობით წყაროებში ამოეკითხათ ქართული სასულიერო საგალობლების მრავალხმიანობის დამადასტურებელი ცნობები. ასეთ წყაროდ მიჩნეულია პროკლე დიადოხოსის კავშირნის ქართული თარგმანისათვის ივანე პეტრიძის მიერ დაწერილი განმარტებათა ბოლო სიტყვა, სადაც ავტორი სამების სამგომოვნებისა და ერთარსობის დასამტკიცებლად მოყავს მაგალითები მუსიკის დარგიდან. ამითი ლაპარაკობენ, რომ თითქოს ივანე პეტრიცი ამბობს, რომ ქართული გალობა იყო სამხმიანი. მაგრამ აქ სინამდვილეში, როგორც ამას ელენე მეტრეველი და მუსიკათმცოდნე ვაჟა გვახარია საუბრობენ ამის შესახებ, ლაპარაკია არა სამხმიან გალობაზე, არამედ ლაპარაკია საერთოდ ინსტრუმენტებზე, მუსიკალურ საკრავებზე. და ეს აბსოლუტურად სხვა რამე არის, ვიდრე გალობა. თანაც აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ სამხმიანი გალობა სამების სადიდებელია იერუსალიმში, როდესაც ცეცხლი გადმოდის მაცხრობის საფლავზე დიდ შაბათს, ერთხმიანი გალობა. ასევე როდესაც მდინარე იორდანი ჩერდება ნათლისღების დროს, წყალკურთხევის დროს, იცით, ეს ასწაულიც აქაც ერთხმიანი გალობით ის. ამ გალობებით სამების დიდება არ ხდება? ხშირად გაიგონებთ ესეთ ნათქვამსაც, რომ აი ბიზანტიური გალობა ეს რაღაც თურქულია, აღმოსავლურია, არაქართულია. ნამდვილად საეკლესიო ერთხმიანი გალობა, ბიზანტიური გალობა საფუძველს იღებს მოციქულთა დროიდან და მოციქულები გალობდნენ აღმოსავლურ კილოებს. და ეს იყო ის პალესტინური კილოები, რაზეც მსახურება მიდიოდა ძველი აღთქმის ეკლესიაში, რაზეც გალობდა თვითონ იესო ქრისტე. და მართლმადიდებლობას რა ქვია? აღმოსავლეთის ეკლესია. და რა კილოებზე და მოტივებზე უნდა იგალობას აღმოსავლეთის ეკლესია? ბუნებრივი აღმოსავლურს. რაც შეეხება ამ გალობის თურქულთან შედარებას, მე მინდა გითხრათ, რომ ოსმანები, რომელნაც თურქეთის ოსმალეთის იმპერია შექმნეს, ამ ხალხს თავისი კულტურა არ ჰქონდა. მათ იცოდნენ მხოლოდ ცხენზე ჯდომა და ჯირითი და შვილდისრის ხმარება და ხმლის ქნება. როდესაც მათ დაიმყრეს უკვე ბიზანტია, საჭირო იყო უკვე აღმშენებლობითი საქმიანობა, მათ ყველაფერი გადაიღეს ბიზანტიის იმპერიიდან. ასე მაგალითად ის დროშა, რომელიც დღეს თურქეთის დროშაა და ნახევარმთვარე და ვარსკვლავი, ეს არის კონსტანტინოპოლის გერბი. თვითონ მეჩეთებიც, ნახოთ თურქეთში, თურქეთის ტერიტორიაზე, ეს არის აია სოფიის ტაძარი, დაპატარებული და შეცვლილი ზომებით. და იგივე შეეხება მელოდიებსაც. მათ ეს მელოდიები აიღეს ბიზანტიური მოტივებიდან, საეკლესიო მოტივებიდან და მეცაც გეტყვით, ისინი პირდაპირ ცნობილია, რომ გალობების დამწერებს აწერინებდნენ ძალით მოლასთვის რაღაც ეს წარმოსათქმელ პარტიებს. ჩვენი თანამედროვე ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე პაისი ათონელიც მიმართავს ერთ-ერთი წერილია მისი ცნობილი, მიმართავს ბერძნებს და ეუბნება, რომ ბიზანტიური გალობაო თურქული არ გეგონოთ. ესო ძველი ეკლესიის გალობაო და თურქებისგან ჩვენ კი არ გადავიღეთო, თურქებმა გადაიღეს ჩვენგან. ესე იგი თანამედროვე ბერძნული მელოდიები და
მუსიკათა წყობა ძალიან განსხვავდება უკვე ძველი ბიზანტიურისაგან და აი სწორედ ამიტომ მოყავს, ამიტომ ჭირდება პაისი ათონილსაც ბერძნებისათვის ამის თქმა, რომელიც ასევე ჩვენ გვჭირდება. მე მინდა შეგახსენოთ ესეთი საინტერესო მომენტი საქართველოს ისტორიიდან, ჩვენთვის ყველაზე უსაყვარლესი მეფე დავით აღმაშენებელი, როდესაც მან ააშენა გელათის მონასტერი, შობის სახელობის, ამ მონასტერს დაარქვა გაენათი, რაც ბერძნულად ნიშნავს შობას და უწოდა ახალი ათინა და მეორე იერუსალიმი. დავითს ამ სახელების დარქმევა არ შეშინებია. ამით არ უფიქრია, რომ ამით თქვა არაქართული რაღაც თავის პოზიციები გამოხატა, ან თავისი არაქართულობა გამოაჩინა. პირიქით, ეს ნიშნავდა, რომ გელათი და მთლიანად ქართული კულტურა იყო დიდი მსოფლიო კულტურის ღირსეული ნაწილი, ბიზანტიურ კულტურაზეა საუბარი. ანუ ქართული კულტურა ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო ბიზანტიურთან, თუმცა ინარჩუნებდა თავის თვითყოფადობას და თავის პრიზმაში ატარებდა როგორც ხატწერას, ასევე საგალობლებსაც. ხშირად ისმის ესეთი გამოთქმა, რომ რა იცით თქვენ, რომ ეს იოანე დამასკელის დაწერილია, იოანე დამასკელის საგალობლები დაიკარგა, ეს არის სხვა რამ, ვიდრე იოანე დამასკელმა დაწერა. მე მინდა შეგახსენოთ ესეთი რამ. დღეს თანამედროვე მეცნიერები ამბობენ, რომ თითქოს სახარება დაწერილი არა მოციქულთა მიერ პირველ საუკუნეში, არამედ მეორე და მესამე საუკუნეებში და ეს ფსევდომოციქულებისაა. ჩვენ ეკლესიას უჯერებთ და ვიძახით, რომ ეს ნამდვილად მოციქულების დაწერილია. თანამედროვე მეცნიერება იძახის, რომ თითქოს დედამიწაზე სიცოცხლე ადამიანი რამოდენიმე მილიარდი წლის წინ გაჩნდა და ის პირველად მაიმუნი იყო და მაიმუნის გავსი არსება იყო და შემდეგ მოხდა მისი დახვეწა და დღევანდელ სახემდე ჩამოყალიბებულად მოვიდა. ბიბლია იძახის, რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა და 60-დან გამოდენა დაახლოებით 7000 წლის წინ ჩვენ გვჟერა წმინდა წერილის და ბიბლიის. ასევე როგორც გითხარით, ზოგნი იძახიან, რომ თითქოს იოანე დამასკელის გალობა დაიკარგა, მაგრამ ეკლესია იძახის, რომ ეს ზუსტად იოანე დამასკელის კანონებზე შესრულებული და ბევრი საგალობელი სწორედაც რომ მისი მიერ დაწერილია, ამიტომ ჩვენ გვჯერა ეკლესიის. ამბობენ ესეთ რამეს, რომ მაშინ რატომ აგზალა სინოდმა ეს გალობა? მე მინდა გითხრათ, რომ სინოდს ეს გალობა არ აუგზავნა და სინოდი ვერც აგზავნებდა გალობას, რომელსაც როგორც ჩვენ ვნახეთ, თვითონ მაცხოვარი და მოციქულები გალობდნენ ერთხმაში. და სინოდის დადგენილებაში არ წერია, რომ ის გძალავს ერთხმიან გალობას. თვითონ ქრისტე და მოციქულები გალობდნენ ერთხმაში. ძველი საქართველოს ეკლესია გალობდა ერთხმაში. ამიტომ ესეთი აკრძალვა, როგორც გითხარით, არ არის, უბრალოდ წერია, რომ სავალდებულოა მრავალხმიანი საგალობლების შესრულება. ამიტომაც ის ეკლესიები და ის მოძღვრები, რომლებიც ასრულებდნენ ამ გალობას, დაემორჩილნენ სინოდის განჩინებას და სთხოვენ ეპისკოპოსებს, სთხოვენ წმინდა სინოდს, რომ იქნებ შეიქმნას კომისია, სამუშაო ჯგუფი, რომელიც განეხილოს ამ შეისწავლოს ამ საკითხს და ისევე როგორც ეს მთელ მსოფლიო ეკლესიაშია, ერთმანეთის გვერდით გალობენ როგორც ერთხმიან საეკლესიო ბიზანტიურს, ისევე ადგილობრივ გალობებს, საქართველოში იქნას დაშვებული ეს პრეცედენტი რამოდენიმე მონასტერში და ტაძარში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ აი თვით საბერძნეთშიც კი მარტო ბიზანტიური გალობა არის გალობება, არის კონსულები, სადაც მიდის სამხმიანი ეროვნული ბერძნული საგალობლებით მსახურება. ეს ხდება კონსულ კორფუზე, წმინდა სპირიდონ ტრიმაფუნტელის საფლავის სადაც არის და უამრავ კონსულებზე, რომლებიც იტალიასთან ახლოა და ეს კონსულები განესტიდნენ ზეგავლენა ძლიერს. ასევე ერთმანეთის გვერდ-გვერდ მიდის მსახურება სერბეთში ბიზანტიური ერთხმიანი საგალობლებისა სლავურ ენაზე, ეროვნული სერბული საგალობლებისა და პოლიფონიური და პარტესული გალობებისა. იგივე ხდება ბულგარეთში, იგივე ხდება რუსეთში. და ამიტომ ჩვენ საერთოდ წმინდა სინოდს და ეპისკოპოსებს, რომ საქართველოში დაშვებული იყოს რამოდენიმე ტაძარში, რამოდენიმე მონასტერში ამ საგალობლებით მსახურების უფლება. აღნიშნოთ, რომ ყველა ადგილობრივ ეკლესიაში ადგილობრივ ენებზე დაშვებულია და იგალობება 8000 ბიზანტიური საგალობლები.
بالموت ووهب الحياة للذين في القبور Christos anviat din mors mortian premuarten calcun cicelor din mormân duri viazan eruindole ჩვენ ვითხოვთ რომ შერეულად ხდებოდეს ეს სახურება. კი, რადგან სინოდმა თქვა რომ აუცილებელია ვიგალობენ სამხმიანებსაც ვიგალობებთ ტაძრებში და მათთან ერთად 8 ხმათა კანონის მიხედვით როგორც იცვლება ეს გითხარით საგალობლები და ტექსტები და მელოდიები და ასე შევავსოთ ერთხმიანი გალობებით მსახურება ჩვენს ეკლესიაში. ასევე მინდა შევეხმიანო კონსერვატორიის პედაგოგებს და საერთოდ მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებს. ნაწილი მათი წარმომადგენლებისა პირდაპირ ილაშქრებენ ერთხმიანი საეკლესიო 8 ხმათა ბიზანტიური გალობების წინააღმდეგ და იძახიან რომ მხოლოდ ქართული მრავალხმიანი საგალობლები უნდა იყოს. ეს დაახლოებით გავს ესეთ რამეს რომ აი ვთქვათ რომ კონსერვატორიაში არ უნდა იყოს კლასიკური მუსიკის ვთქვათ ფაკულტეტი, კლასიკური მუსიკა არ უნდა ისწავლებოდეს, რომელიც საზოგადო სოფლიო მუსიკა არის და უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ ქართული ხალხური მუსიკა და უნდა იყოს ქართული ფოლკლორის კათედრა. ასევე ხშირად გაისმის ესეთი ხმა, რომ ეს არის კანონიკური საკითხი და ეს არ არის დოგმატური საკითხი. ამიტომ არღის ამ საკითხზე ამდენი საუბარი, ამდენი დაპირისპირება, ამდენი ბრძოლა. შეესეთი ჩვენ არავის არ უპირისპირდებით. და რაც შეეხება, რადგან ეს საკითხი კანონიკური, ამიტომ ამას მივანებოთ თავი, ესეთი მიდგომა სწორი არ არის. კანონიკური საკითხია საეკლესიო კალენდრის საკითხიც. არ არის დოგმატური საკითხი. კანონიკური არის, როგორც გითხარით, ეროვნული შესამოსლით მსახურება და არსახურების საკითხი. კანონიკური არის საერთო წირვა. ივანე ოქროპირის წირვა არ არის დოგმატური საკითხი. შეიძლება გამოჩნდეს თუ ასე მიუდგები ჩვენ ვიღაცა პიროვნებები, რომლებიც იტყვიან იერარქიები, რომლებიც შეიძლება რამოდენიმე ხნის შემდეგ თქვა არ ვიცით რა ივანე ოქროპირის წირვა არ გვინდა და მარტო ევქარისტიული კანონი დავტოვოთ. დანარჩენი არ არის საჭირო, არც უხრი, არც ისკარი. ესეც არ არის დოგმატური საკითხი, ესეც კანონიკური საკითხია. და ჩვენ ესეთი დამოკიდებულებებით და ესეთი მიყრუებით და მიშვებით სადამდე მივიყვანთ ეკლესიას. ეკლესია რაც იყო გუშინ, იესო ქრისტე რაც იყო გუშინ, ის არის დღეს, ის იქნება ხვალ. ესე წერია ეპისტოლეში. ქრისტიანობაში უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყველაფერი პირვანდელი სახით, როგორც ეს იყო მოციქულთა დროს და შუა საუკუნეებში. ასევე მე მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც იძახიან, რომ თქვა ბიზანტიური გალობა ეს არის არაეროვნული, არ გვინდა ამის შემოტანა, არ არის სწორი ესეთი შეფასება. და არაეროვნული იყო მე-10 საუკუნის საქართველო, როდესაც გრიგოლ ხანძთელი, გიორგი მთაწმინდელი, ლეკვთიმე მთაწმინდელი, არსენე ყალთველი, რომელმაც ანდრია კრიტელის საგალობელი თარგმნა და პირდაპირ წერს, რომ შეცდომები ქონდა გიორგისაც, ლეკვთიმესაც თურმე თარგმნაში და ის ასწორებს ამ შეცდომებს და ბერძნულ კილოზე უნდა განაწყოს მთელი ეს საგალობლები. განა ესეთი მიდგომა არაეროვნული და არაქართული იყო, რა მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის საქართველო და შუა საუკუნეების საქართველო არ იყო საქართველო? ასევე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ ეკლესიაში, ეკლესიურზე წინ არ შეიძლება ეროვნულის დაყენება. იესო ქრისტე სახარებაში ამობს ესე სიტყვებს: რომელმან დედა შეიყვაროს ჩემზე მეტად, იგი ჩემი ღირსი არ არის. რომელმან ცოლიან შვილი შეიყვაროს, იგი ჩემზე მეტად ღირსი არ არის. ანუ ამ სიტყვების თანახმად, თუ ვინმე ეროვნულს დააყელებს იესო ქრისტეს კანონებზე წინ, იგი ქრისტეს ღირსი აღარ ხდება. ესე დაემართათ სამწუხაროდ ჩვენ მეზობელ სომხებს, რომლებმაც მონოფიზიტობა გააეროვნულეს უკვე და აღარ დაგიდევენ. ჭეშმარიტია მონოფიზიტობა, არ არის ჭეშმარიტი და ამაყობენ პირიქით იმით, რომ ხალხი წვალებლობაშია ჩავარდნენ, არასწორი სარწმუნოების მიმდევრები არიან და ამაყობენ, რომ ისინი გამორჩეულნი არიან დედამიწაზე და მხოლოდ ისინი არიან გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევრები. აი ესეთ ცუდ დღეში შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოება და ერი, რომელიც ეროვნულს დააყენებს ეკლესიაზე წინ და ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოიტანოს. მე საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ მაცხოვარი ბრძანებს თვითონ ისწავლეთ ჩემგან
რამე თუ მშვიდ ვარ და დაბალ გულითა და მაცხოვარი თვითონ გვასწავლის ერთხმიანი გალობით გალობას მოგვიწოდებს რომ ეს გავაკეთოთ და ღვთისმშობელი მოუწოდეს პირდაპირ იოანე დამასკელს მოციქულები მოგვიწოდებენ რომ მომბაძეთ მე ვითარცა მე ქრისტეს და ამ დროს ჩვენ თუ ამას შევეწინააღმდეგებით მე ვფიქრობ ეს კაი არაფერს მოუტანს არც ჩვენს ქვეყანას და არც ეკლესიას მე შენდობას ვითხოვ ჩემი ესეთი კადნიერი საუბრისათვის მაგრამ მე ვფიქრობ ეს აუცილებლად სათქმელი იყო და ეს დასაფიქრებელია თან ჩვენ არ ვითხოვთ რომ აიგზალოს თქვათ რაიმე სახის გალობა თუნდაც იგივე პარტესული საოპერო გალობა რომელიც ასევეა საქართველოს ეკლესიის ბევრ ტაძარში იგალობება თქვათ იქ რაღაცა ეროვნული გულრული საგალობლებია იქ იყალთო სკოლა იქ არის გელათის სკოლა იყოს ყველა საგალობლები და ჩვენ ვითხოვთ მათთან ერთად პარალელურად რამოდენიმე უნივერსიტეტში რამოდენიმე ტაძარში დაშვებული იქნას 800 კანონზე მსახურებების უფლება ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია და ღმერთი და დედა ღვთისმშობელი შეგვეციონ უფალი შეგვეციოს და ყველა წმინდა ღვთისმშობელი და წმინდანები შეგვეციონ რომ ჩვენს ეკლესიაში აღდგეს საეკლესიო 800 კანონით მსახურების ტრადიცია. Upalo bide başe